კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით, ეს არის შუალედური ვარიანტი უკვე და არა მხოლოდ შუალედური, არამედ შუალედურსა და კიდე სხვა შორის შუალედური და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კანონპროექტზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიდიოდა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კონტაქტებით ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწყის ეტაპზე კანონპროექტის, შემდგომ ეტაპებზე პარლამენტის წევრებს, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ თემაზე, ასე რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. შესაძლოა ყველა თემაზე არ იყოს აბსოლუტური კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ერთმანეთ პარლამენტი და პარლამენტარები არანაკლებ ზრუნავენ ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების მორალურ სტანდარტებზე მათი ცხოვრების და ყველა იმ თემატიკის აწონდაწონით ვიყავით დაკავებული და ვართ პარლამენტში, რაც დღის ეს რიგშია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები დღეს ხვალ ზეგ, როდესაც ამ თემაზე გადაწყვეტილებები ამისაღები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა დავინახოთ ერთი რამ. და სხვათა შორის აქაც მოლდოვაში ჩვენს კოლეგებთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, აქაც ვსაუბრობდით ამ თემებზე, იმიტომ რომ როდესაც მოლდოვამ ანალოგიური კანონი მიიღო, მაშინ აქაც საკმაოდ სერიოზული ნებათაღელვა იყო ეკლესიის წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად ყველა პარლამენტის წევრი, ვინც კანონს ხარი დაუჭირა, ანათემას გადასცეს, იყო ძალიან სერიოზული პრობლემები, მაგრამ როგორც ჩვენ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა სხვებმა მოგვახსენეს, მეორე დღესვე კანონის მიღებიდან ყველა პრობლემა მოგვარდა. ამ კანონის მიღებით არც ქვეყანა დაქცეულა, არც ვინმეს ბოროტად უსარგებლია იმ ახალი ნორმებით, რომელიც იქნა მიღებული. და მეტიც გუშინდა თვითმფრინავში ისხდნენ ის ხალხიც, რომელიც თავის დროზე ამ კანონის მიღების შემდეგ მოლდოვას დასასრულს უქადდნენ. იმ თვითმფრინავში, რომლითაც ეს უვიზო მიმოსვლის პროცესი დასრულდა. ამიტომ ჩვენ დღეს საკითხი გვაქვს ასე. მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანებს არ უნდა გამოვეკიდოთ ჯოხით, არ უნდა გავყაროთ სამსახურიდან თუ არ ვიზიარებთ მათ შეხედულებებს და მათ ცხოვრების წესს, თუ ვრჩებით რუსეთში, სადაც შესაძლებელია, რომ გაყარო ქალაქიდან ის ხალხი, ვინც არ მოგწონს, არ შეუშვა მაღაზიაში ის ხალხი, ვინც არ მოგწონს და საერთოდ წახვიდე და დაიპყრო სხვის ტერიტორია, თუ კი ის ტერიტორია მოგწონს. ამ კანონზე მსჯელობისას და ამ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენ ამ სიბრტყეებზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული და არ დავრჩეთ არაცივილიზებულ მსოფლიოსთან, რუსეთთან ერთად. მე რუსეთზე ბევრს იმიტომ ვსაუბრობ, რომ დღეს ჩვენმა მოლდოვანმა კოლეგებმა გაიხსენეს, როგორ აქტიურობდა რუსეთის პატრიარქი თავის დროზე, როდესაც აქ ეს კანონპროექტი იხილებოდა. და მოსკოვიდან ხდებოდა კომენტარების გაკეთება აქაურ პოლიტიკოსებზე, ვინ არის სწორი და კარგი პოლიტიკოსი და ვინ არის არასწორი. ასე რომ რუსეთი თუ ევროპა, აი ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ქვეყანა და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველამ ერთად.